ევროგაერთიანების თითქმის ყველა წევრი სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრი მხარდაჭერას უცხადებს ქართულ ხალხს და მზად არის მხარი დაუჭიროს სანქციების დაწესებას და არა მხოლოდ სანქციების უმკაცრესი ზომების გატარებას ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ. ეს მათ თავად დაადასტურეს იქამდე სანამ დაიწყებოდა მინისტერიალი და სადაც მსჯელობენ ამ წუთებში საქართველოს შესახებ მათ წინასწარ გმედისთვის გაკეთებულ განცხადებებში თქვეს რომ ვერ დახუჭავენ თვალს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე და ყველა ადასტურებს იმას, რომ რა ზომებიც არ უნდა გაატაროს ევროკავშირმა, არ უნდა შეეხოს ეს უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ისინი არიან პროევროპელები და რა თქმა უნდა ევროკავშირს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებში ეჭვია არ ეპარება, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ თვალს ვერ დახუჭავენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, რომლებმაც ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებით გაანადგურეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და გაანადგურეს საქართველოს ევროპული მომავალი. ამიტომაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომ თუ დადგება დღის წესრიგში სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, მათ შორის დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის და ასევე საუბარია ტარგეტირებულ სანქციებზეც, ისინი არ დაბლოკავენ ამ საკითხს და უფრო მეტის მხარდაჭერას გამოუცხადებენ. ერთადერთი არის მოლოდინი, რომ უნგრეთი ნებისმიერ შემთხვევაში წინააღმდეგ წავა და ვეტოს დაადებს ამ საკითხს, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, რადგან უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ ევროკავშირს უნდა სანქციების დაწესება, თუმცა უნგრეთი ამ პროცესს ყველანაირად შეუშლის ხელს, თუმცა თუ კონსენსუსი 27 სახელმწიფოში არ შედგება, ასე ვთქვათ, წევრი სახელმწიფოები ეროვნული სანქციების დაწესებას გააგრძელებენ და ამის ავანგარდში არიან ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც შეეცდებიან, რომ დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები, მათ მსგავსად მათაც დაუწესონ ტარგეტირებული სანქციები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს. Extremely worried about the development. ძალიან შეშფოთებული ვარ მიმდინარე მოვლენებით და მიმაჩნია, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ მათ, ვინც ასე ეპყრობა დემონსტრანტებს. Going so hard on the demonstrators. I don't want to close the doors. I don't want. არ მინდა საქართველოსთვის კარის დახურვა, არ მინდა ხიდების დაწვა საქართველოსთან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის მხარდაჭერაც გვინდა ევროპულ გზაზე. და ვიცით, რომ ხალხის უმრავლესობას ეს უნდა. ამიტომ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, არ წავიდეთ ძალიან შორს. არ დავამსხვრიოთ ის, შემდეგ რისის შედუღებაც მოგვიწევს. მაგრამ ამავდროულად ძალადობა, რომელიც ნახეთ გასული კვირების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უბრალოდ მიუღებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ სიგნალის გაგზავნა საჭიროა. ამიტომ დღეს ვისაუბრებ დიპლომატებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მოხსნაზე და სავარაუდოდ ტარგეტირებულ სანქციებზე. ჯერა რომ ეს არის გზა, რომელსაც უნდა გავყვეთ. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სანქციები უნდა დავაწესოთ არჩევნების გამო, პირველ რიგში უნდა მოვისმინოთ, რომ იყო გაყალბება. ასეულობით დამკვირვებელი იმყოფებოდა არჩევნებზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, იყო თუ არა გაყალბება და ამიტომ არ ვსაუბრობ დასჯაზე, რომ შედეგები არ მოგწონს. თუმცა მიუღებელია ხელისუფლების ქცევა დასაჯოს დემონსტრანტები ასე ძალადობრივად. ეს არის მიუღებელი და აქ უნდა დავსაჯოთ პასუხისმგებელი პირები. არჩევნები ერთი საკითხია, მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრება ცუდის აქციელისთვის მეორე. მე ჩემი მხრივ არ დავბლოკავ და პირიქით მხარს დავუჭერ მათ სანქციებას, ვინც პატივს არცემს ხალხს. მაგრამ არჩევნები სხვა საკითხია. ეს სამწუხაროა მათთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ევროპული მომავლის სურვილები და ოცნებები ჰქონდათ და პოლიტიკური მიზეზების გამო ყველაფერი განადგურდა. On Georgia, of course, we are concerned about. ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესი. ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი ზომა უნდა კარგად ჩამოყალიბებული იყოს. სამიზნე კარგად გასწორებული და ამან საქართველოს მოსახლეობაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. There are three things. აქ არის სამი საკითხი. პირველი, მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლებას და სიტყვის თავისუფლებას პატივი უნდა სცენ. მე ვგმობ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას. მეორე, ძალიან ვწუხარ, რომ საქართველოს ევროკავშირის გზა მიატოვა. საქართველოს მომავალი ევროპულ ოჯახში უნდა იყოს. და მესამე, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პოლიტიკურ კლასში უცხოური ჩარევების შესახებ. ფიქრობ, რომ დეზინფორმაცია და უცხოური ჩარევები არჩევნებზე არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ჩვენს დემოკრატიაში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობას არ უნდა თანამშრომლობა და ამის წინააღმდეგ წავა ჩვენ არ ვიმოქმედებთ. ნახოთ რა იქნება სპეციფიური ზომები. მე შემიძლია წარმოვიდგინო რამდენიმე მათგანი, მაგრამ ამან არ უნდა ატკინოს და იმოქმედოს ქართველ ხალხზე.
ის რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ევროკავშირმა საქართველოს შესახებ გამართული მსჯელობის შემდეგ ის რომ ევროკავშირში მსჯელობენ საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უკვე დასტურია იმისა რომ ბრიუსელი არ შეეგუება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე თუმცა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრების მსჯელობით არ შემოიფარგლება ეს პროცესი და მიმდინარე კვირაში კიდევ ორი მსჯელობა გაიმართება ევროპულ საბჭოში საქართველოს შესახებ მას შემდეგ რაც უკვე ევროკავშირის ლიდერები გამართავენ მსჯელობას საქართველოში განვითარებულ პროცესებზე სავარაუდოდ უკვე მოვისმენთ რა იქნება ევროკავშირის ერთიანი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ ქმედებებზე.